მასწავლებლის ასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 4. უძრავ სხეულმა, რომლის მასა 3 კილოგრამია, მუდმივი ძალის მოქმედებით თანაბარ აჩქარებულად დაიწყო მოძრაობა, მოცემული გვაქვს. უძრავ სხეულმა, რადგანაც კოეფიციენტი იგი საწყისი სიჩქარე არის 0-ის ტოლი, რომლის მასაა 3 კილოგრამი, m უდრის 3 კილოგრამს. მუდმივი ძალის მოქმედებით f უდრის კონსტანტას. თანაბარ აჩქარებულად დაიწყო მოძრაობა. ნახატზე გამოსახულია სხეულის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, ესე იგი გვაქვს გადაადგილების გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. და გვეკითხებიან განსაზღვროთ სხეულის კინეტიკური ენერგია, როცა t უდრის 1 წამ მომენტში. ესე იგი ჩვენი მიზანია გავიგოთ რისი ტოლი არის t უდრის 1 წამ მომენტში e კინეტიკური ენერგია. ხო, კინეტიკური ენერგიისთვის მოდი ჯერ გავიგოთ რისი ტოლი არის სიჩქარე t უდრის 1 წამ მომენტში. კერძო თუ გამოვიყენებთ უშუალოდ აჩქარების განმარტებას, v ტოლი არის v0-ს დამატებული at. ხა v0 პირობით 0-ის ტოლია, შესაბამისად ეს ტოლობა მიიღებს შემდეგ სახეს, ესე იგი v ტოლი ყოფილა at-ი. დრო ვიცით, აჩქარება გვაქვს ახლა აქედან გასაზღვრი და v-საც გავიგებთ. მოდი აჩქარების გასაგებად გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ რადგანაც სხეულის აჩქარება არ იცვლება დროის ნებისმიერ მომენტში, მოდით აჩქარება გავიგოთ t უდრის 2 მომენტში რისი ტოლი იყო და იგივე იქნება t უდრის 1 წამ მომენტისათვის. ამისთვის გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ s ტოლი არის v0t პლუს at კვადრატ ნახევარი. ოღონდ აქ საუბარი არის t უდრის 2 წამ მომენტის, მოდით ამაში კორექტულად რო ვიყოთ t1-ად ავნიშნოთ. ეს არის 0, აქედან s უდრის at კვადრატ ნახევარს at 1, საიდანაც აჩქარება ტოლი გამოგვივა 2s შეფარდებული t კვადრატ 1 კვადრატთან. და t1 უდრის 2 წამ მომენტისათვის, როგორც ნახასიდან ხედავთ, გავლილი მანძილი ტოლი არის 2-ის, შესაბამისად ზემოთ გვექნება 2 × 2 შეფარდებული t1 უდრის 2-ს მაგის კვადრატთან, ესე იგი 4-თან, ესე იგი აჩქარება გამოგვივიდა 1 მეტრ წამ კვადრატი. აჩქარება თუ გამოგვივიდა 1 მეტრ წამ კვადრატი, შესაბამისად სიჩქარე ტოლი იქნება 1 გამრავლებული t-ზე, t1-ის ტოლია 1, ეს უდრის 1 მეტრ წამს. ანუ v ტოლი არის 1 მეტრ წამის, შესაბამისად კინეტიკური ენერგია ტოლი იქნება mv კვადრატ ნახევრის და ჩავხოთ უბრალოდ m ტოლი არის 3-ის, 3 გამრავლებული v კვადრატზე 1-ის კვადრატზე ტოლი იქნება 1 შეფარდებული 2-თან. ეს კი ტოლი იქნება 3/2-ის, 3/2 ჯოულის. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, თურმე კინეტიკური ენერგია ტოლი ყოფილა 3/2, ესე იგი 1.5 ჯოულის. ეს კი არის პასუხი A.